მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ცითი გაშლა. თქვენ შორის არის მანძილი, ვნახოთ რა იქნება შემდეგ, ხო? პირველ რიგში გავაკეთოთ ჩვენ სიგნიფიკაცია. ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენს წყვილში, თქვენ შორის რა ხდება და მერე უკვე დავსვათ კითხვები ტაროს, ხო? იფიქრეთ ეხლა თქვენს ურთიერთობაზე. აქ ორი წამოვიდა კიდევ. კარგი. ნახოთ ეხლა ჩვენ კითხვები დავუსვათ. ანუ პირველ რიგში მე ხა თქვენთვის ბევრი რამ მithქვამს, რომ ეს როცა არის მანძილი, ეს არის რაღაცისთვის, ხო, რაღაცა ცვლილებებისთვის, რომელიც უნდა მოხდეს თქვენში და თქვენს წყვილში. ამიტომ ვნახოთ ჩვენ პირველი კითხვა გვექნება ჩვენ რას გასწავლის თქვენ ეს მანძილი, რომელიც არის თქვენ შორის ეხლა. ვნახოთ რა ხდება ეხლა, აი მანძილზე რო ხართ თქვენ, თქვენი პარტნიორის შინაგან სამყაროში, მაგის აი რა ხდება ეხლა, როგორ გრძნობს თავს ის დაუშვოთ თქვენს გარეშე, ხო? ვნახოთ თქვენ რა უნდა გააცნობიეროთ რა ამ სიტუაციაში. ანუ ესეც როგორც ვთქვი, რისთვის არის, რომ იცოდეთ, როცა იცით პასუხი, მე უკვე ადვილად იტანთ ყველაფერს რა. ვნახოთ ეხლა ჩვენ რა ენერგია თქვენ გაკავშირებთ ეხლა, მაინც რა ენერგია მუშაობს ეხლა თქვენთვის, რა გაკავშირებთ. რა შეიცვლება თქვენ შორის უახლოს მომავალში. და ისეც ვკითხოთ, როგორი, ანუ რას გირჩევს თქვენ ტარო, ხო? ვნახოთ ეხლა ყველაზე საუკეთესო შედეგი, როგორი შეიძლება იყოს თქვენთვის, აი თქვენი კავშირისთვის. всё, ნახოთ ეხლა ვკითხავ. აქ რაღაცა ძალიან ისეთი მტკივნეული სიტუაციას მაჩვენებენ რა. მანძილზე კი, მაგრამ აი აქ ეთყობა ის არის, რა ქვია, აი თავისთავად მანძილზე ხარ და რაღაცა ძალიან მტკივნეული სიტუაციას კი მაჩვენებს ეს უკვე დასდა, მაგრამ ვკითხოთ ჩვენ ეხლა ნახოთ რა ხდება. აქ შეიძლება ეჭვიანობაც გქონდეთ თქვენ. ან თქვენი პარტნიორი, თქვენი პარტნიორი აქ ეჭვიანობს, ხო, კი ბატონო, შეიძლება აქ აი როგორი მომენტი არის ეხლა, გეტყვით რომ ნამდვილად არის აქ სიტუაცია როგორი, იცით? კი, აქ ნამდვილად ფიქრობს თქვენზე თქვენი პარტნიორი ყველა ვარიანტში. ეხლა კი მანძილი თქვენ გააქვთ, მაგრამ სიტუაცია ისეთია, რომ ეხლა აი ეგრევე მომდის, რომ რაღაცა ეჭვიანობა არის აქ რა. აი ეგრევე მომდის. რატომ გეტყვით, იცით? даже ბიჭის მხრიდან არის ეჭვიანობა, იცით თქვენ აქ, ხო? იმიტომ რომ გოგო არის, როგორ კი თქვენს გენატრებად, როგორ არ გენატრებად, მაგრამ რაღაც ცოტა შორს შეიძლება დაიჭირეთ თქვენი თავი, შეიძლება ისეთი ქმედება გაქვთ ეხლა ამ წუთში, რომელიც აფიქრებინებს ამ ადამიანს რა თქვენზე, მაგრამ აქ როგორი მომენტი არის, ეს ჩემი ქალია, მე მაგას არავის არ მივცემ. არ ვიცი, შეიძლება უთქვია კიდევაც თქვენთვის ეგ სიტყვები თქვენს პარტნიორს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ მაჩვენებს იმას, რომ ანუ არც უნდა რომ წარმოიდგინოს რა ამ ადამიანმა, რომ თქვა თქვენ ვიღაცა სხვა. ან შეიძლება ხატავს თავის გონებაში იმას, რომ აი შეიძლება ვიღაცა ყავდეს მაგას ეხლა და მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ქალი არის რა. აქ ეს მომენტი ფიქრები, მაგრამ იცით რატო? იმიტომ რომ თქვენ რაღაც ისე იქცევით, მე ვერ ვიტყვი იმას, რომ თქვენ ახლა არ გენატრებად, უბრალოდ არაჩვენებთ თქვენ, არაჩვენებთ და ისე იქცევით, რომ თითქოს, კი ბატონო. როგორც არის. აი ეგეთი რაღაცა საინტერესო სიგნიფიკაცია რა, ანუ რო გითხრათ, რომ თქვენ ამას ხვეწებით და არ იქა და გთხოვთ, რომ დამიბრუნდი ან გამოჩდი ან რაღაცა ქენი, არა. და აი ამ საქციელით აგდებთ ამას ფიქრებში, რომ ვინმე ხომ არ აყავს, ან მე ხო შიში არის აქ, даже ერთგვარი შიში იმაზე, რომ ეს ჩემი ქალი, ეს ჩემი ტკბილი, ეს ჩემი ულამაზესი ქალი, ღმერთმა არ აქნას, რომ სხვისი იყოს, ანუ მაგის დავის გონებაში ხატავს ამ რაღაცებს რა. კარგით, ნახოთ ახლა ჩვენი პირველი კითხვა იყო იმაზე,
რას გასწავლეს ეს დაშორება თქვენ? რას გასწავლეს ეს ნუ ნახეთ მე-15 არკანი იმას გასწავლეს რომ ურთიერთობა ნახეთ პრინციპში აქ რას მაჩვენებენ რომ გოგოს აი გოგო არის აქ ყველაფერი რასაც შეეძლო ხო თქვენ მიეცეთ უკვე ამ ადამიანს რა თქვენ შეიძლება რამეს ვქოთ რჩევები რომ აქ ჭკვიანი გოგო არის ძალიან ჭკვიანი შეიძლება თქვენ თვითონ იყოთ ისეთი ან ჩემი კოლეგა შეიძლება იყოთ და ახლა ნუ ჩემ მოსწავლეები რა თქმა უნდა ვიცი რომ უყურებენ და კი ხართ თქვენთვის უეჭველი იქნება ან შეიძლება კარგი ფსიქოლოგი ხარ ან შეიძლება უბრალოდ ადამიანი რომელიც მე ბევრს გელაპარაკებოდი მე მოგეცე შენ შანსები მე მოგეცე შენ ყველაფერი აბსოლუტურად რა ანუ აქ თითქოს როგორ არის რას გასწავლიან და ზედმეტობა არ არის საჭირო ზედმეტობას აი რაღაც ეგრე მომდის რა რომ შენ რაც შეგეძლო შენ უკვე ამ ურთიერთობაში ყველაფერი გააკეთე ხო და აი ეხლა რომ შენ ანუ იმიტომ რომ ნახეთ გოგოს როგორ აი ჭკვიანი გოგო არის რა იცის კარგი ინტუიცია მე ყველაფერი გითხარი შენ დანარჩენი უკვე აი თითქოს რაღაცნაირად აი წამალიც მოგეცი ყველაფერიც მოგეცი მაგრამ დანარჩენი ახლა შენიც რას გასწავლიან კიდე რას გასწავლიან ნუ კი ბატონო ხო მაგას გასწავლიან ზუსტად არ უნდა იცით როგორი მომენტი არის კი აქ ნამდვილად თქვენ ახლა ამ ადამიანს ახლა სულით გულით ყველაფრით ცნობთ კი მაგრამ აქ რა არის იცით თითქოს შანსი მიეცით თქვენ ამ ადამიანს დანარჩენი ეხლა თვითონ უნდა გამოვიდეს ეს ადამიანი ამ სიტუაციიდან იმიტომ რომ აქ даже უფრო ხო გეუბნე რაღაც ბიჭზე მომდეს ეხლა ენერგია რა იმიტომ რომ პრინციპში თქვენ თვითონ აქ რას გასწავლიან თქვენ გააკეთეთ ყველაფერი რა რას გასწავლენ უბრალოდ შეიძლება ნუ ზოგჯერ ჩვენ როგორ გონია იცით ფიქრობთ რომ ანუ კი ნამდვილად კავშირი სულიერი ასე შემდეგ ყველაფერი რაზე ელაპარაკე მაგრამ თავს ნუ მოიტყუებთ ზედმეტად კიდე იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ გვაქვს ეს მომენტი რომ ჩვენ ანუ ჩვენს პარტნიორზე ვფიქრობთ იმაზე ვთქვათ უფრო მეც ვანიჭებთ ვიდრე არის მოდით ასე რომ ვთქვათ რა და უსმინეს შენ სულს კი აქ როგორი მომენტი არის რა უნდა ისწავლოთ და პრინციპში ხო გეუბნე კიდევაც გეუბნებით რა თქვენ რაც შეგეძლოთ გააკეთეთ თქვენ ქმედებაც ყველაფერი გააკეთეთ რა ამიტომ ეხლა ეს რას გასწავლის თქვენ ეს მანძილი გასწავლის იმას რომ პირველ რიგში უნდა იფიქრო ყველაფერზე კარგს არა აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი არის მანძილზე ეს ადამიანი არის თქვენ სულში ხო არა აქვს მნიშვნელობა თავარი არის ის რომ თქვენ იფიქროთ აი აქ ახალი აზრებით ახალი ფიქრებით აი რაღაცა ეგეთი მომენტი მოდის რა ჩემთან ახალ გზაზე რაც არ უნდა ხდებოდეს ეხლა ეს მანძილი რა უნდა გასწავლოთ თქვენ კიდე რა არის იცით აი გეტყვით ხო ნახეთ რა არის აქ მე უფრო თავისუფლებაზე სულის ნახეთ არ უნდა მიეჯაჭოთ უნდა გამოხვიდეთ უნდა მისცეთ თქვენ სულის თავისუფლება მიხვდეთ ანუ ეს სიტუაცია თქვენზე ისე არ უნდა მოქმედებდეს რომ მორჩა რა იმიტომ რომ მე აი უეჭველი აი მომდის ის ინფორმაცია რომ თქვენ ყველაფერი გოგოს ნუ აი ნუ პარტნიორი მომდის ყველაფერი გააკეთეთ ხო ეხლა მთავარი არის რომ თქვენ არ ჩაკეთოთ თქვენი სული ამაში რომ გასწავლიან რას ნუ ეჯაჭვებით არის ადამიანი თქვენს გვერდით არ არის ადამიანი თქვენს გვერდით ხო თქვენ სულს მიეცეთ გზა თქვენ სულს მიეცეთ ის აი თავისუფლება რატომღაც აი თავისუფლება ანუ ეს იმისი მაჩვენებელი რომ არა აქვს მნიშვნელობა ჩემთან არის არ არის ხო მე არ ჩავიკეთები იმის გამო რომ თქვა ნუ არ მივეჯაჭვები მიხვდით მე მაინც ჩემ გზით მივდივარ ხარ ჩემს გვერდით არა ხარ ჩემს გვერდით ხო
არ ჩაიკეტოთ რა. არ ჩაიკეტოთ, იმიტომ რომ არ ზიხართ აი ესეთ ენერგიაში, რომ თქვათ, რომ მივეჯაჭვე და სულ მასზე ვფიქრობ და ეგ როცა არის, მაშინ კარგად ვარ, ეს თუ არ არის, მე არა ვარ კარგად, აი ამაზე მიაქციეთ ყურადღება რა. გეუბნებიან, რომ გამოდი, წადი შენი ცხოვრებით იარე. მიხვდით? თქვენი არსად არ წავა თქვენგან, ეგ იცოდეთ რა. შემდეგი ვნახოთ კითხვა ჩვენ გვაქვს, ესე იგი რა ხდება ახლა მის შინაგან გარემოში, ხო? მის შინაგან გარემოში. აი რა ხდება და ეს თვითონაც ახლა ჯერ პირველ რიგში სულ თქვენზე არის ფიქრი, იმიტომ რომ აი ნახეთ იგივე გოგოა, ხო? თქვენზე ფიქრობს, იმიტომ რომ რა ხდება? აი მაგაშიც ახლა ეს ადამიანიც ხო არის მანძილი, ეს მანძილი კი ბატონო. აი ეს ადამიანი ეხა რაღაცას სწავლობს, რას სწავლობს, მოდით ვნახოთ, იმიტომ რომ თვითონაც ვერ ხვდება შეიძლება მომენტ რა ცვლილებები მიდის ეხლა მასშიც რა. იმიტომ რომ აქ უეჭველი იქნება, რას სწავლობს. აქ უეჭველი ეს ადამიანი ფიქრობს რაღაცა სხვათა შორის ფინანსებზე. ეს კია, შეიძლება სწავლოს, რა ხდება? ანუ როგორ არის იცით, საერთოდ ურომი კი ბატონო, ეს არის ისეთი ენერგია, როცა ადამიანი მართლა რაღაცა საკრალურს გრძნობს. შეიძლება აქ იყო როგორი მომენტი, იცით? უხარია მის შინაგანში. ეს რასთან დაკავშირებით? მომავალზე რა. მოქმედებს საიტგან ის მიმართ. ნახეთ რა ხდება. ეხლა მართლა ეს ადამიანი რაღაცა სხვათა შორის გოგოა, არ ვიცი, ეხლა ზოგი შეიძლება თქვენი თქვა პარტნიორი, ეხლა უყვარს ეზოტერიკა სიტყვაზე, ხო? ან უყურებს გაშლებს, ან რა ვიცი, შეიძლება თვითონ არის ეგეთი ტიპი რა. ან სულაც რომ დაუშვათ რაღაცას ის რომ მაგაში რაღაცა საკრალური არის, ანუ აქ ნახეთ კაცის საერთოდ არის გონება, ხო? აი აქ რომ დავინახეთ ჩვენ ხმალების მეფე, კი ბატონო, ხო? მაგრამ აქ აქ ახლა არა, აქ თასების დედოფალია. ხმალების მეფე, მაგრამ ნახეთ თქვენთან არის როგორ იცით, აი თითქოს თქვენს უკვე დაიღალეთ რა ამ ლოდინით და ამ ყველაფერს და ელოდებით მისგან გადაწყვეტილებას უკვე, ხო? და უკვე იმიტომაც ცოტა მაგას შეიძლება დაშორდეთ, ცოტა ოდნავ რა, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ეხლა ამ დროს ამაში მიდის რაღაცა ისეთი ფიქრი სხვანაირი, აი ეს მინდა თქვა, რომ აი თუ ადრე დაუშვათ, აი ფიქრობდა რაღაცა არა და ხო იცის კაცებმა როგორ იცის. აი აქ ეხლა თითქოს სხვანაირი არის, შეიძლება ღამე თქვენზე ფიქრობს, ხო? შეიძლება თვითონ ახალი ეს მოდის მაგას შემომენტები, რომ კი, აი ნახეთ, სწავლობს ეს ადამიანი, უეჭველი რაღაცა მაგაში მიდის, აი სხვანაირი გააზრება. არის აქ მაგას იცით როგორ აქვს კიდე? მე მინდა რომ ყველა იყოს ბედნიერი, მაგრამ როგორ გავაკეთო, ეგ არ ვიცი რა. შეიძლება აქ რაღაცა ეგეთი ფიქრები რა. მაგრამ ძალიან ბევრს ფიქრობს მომავალზე, ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე, როგორ ეს სურვილი როგორ ავასრულო. შეიძლება ფიქრობს, რომ აი ყველა მინდა კარგად იყოს. ნახეთ, ანუ დაუშვათ ახლა თუ თქვენ ახლა სიტყვაზე გაქვთ ახლა იდუმალი ურთიერთობა, ხო? უნდა რომ თქვათ ახლა ის მხარეც და ეს მხარეც იყოს კარგად. აქ შეიძლება იყოს, არ არის აუცილებელი რომ მხოლოდ თქვათ ახლა სამკუთხედი იყოს, შეიძლება დედა იყოს თქვათ, ვიღაცა თქვათ ბებია, რა ვიცი. უარზე არის სიტყვაზე, ხო? მაგრამ აი თუ ეს თქვენ ხარ და ეს ხარ თქვენ მისი სამყარო, თუ თქვენ მართლა ხა ეს უნდა რომ ყურმე შეიძლება აჩვენებდეს იმენა თქვენ იმიტომ რომ ვერ ხვდება ეს ადამიანი ეს ვინ არის ჩემთან, ხო? ეს უცხო პლანეტელი ქალი. მაგრამ ეს ამბობს იმას მაშინ, რომ ბევრ ამას სწავლობს თქვენგან, გაიგეთ, რაღაც სულ სხვანაირი გავხდიო, სულ სხვანაირი რაღაცა და ეხლა უნდა ბედნიერება ოჯახში. მიხვდეთ? ანუ ჩემი ოცნება მაქვს მე, აქ სხვათა შორის ზოგი ფიქრობს იმაზე, რომ
სთხოვოს ხელი და გამოიყვანოს ან იდუმალი თემიდან თავის ქალი, ხო? არის აქ ეგეთი მომენტი. მაგრამ აქ ძალიან ბევრი სურვილები აქვს ამ ადამიანს და ოცნებობს, რომ აი მე მინდა რომ ნამდვილად ეს ჩემი სურვილი ასრულდეს. შეიძლება ზოგი იმას ფიქრობს, რომ აი მე რო წავალ რაღაც საბუდებს ელოდება, შეიძლება თქვა საზღვარგარეთან სხვაგან სადღაც კიდე შეიძლება წავედე და აი იქ რო წავალ, მე უკვე შეიძლება აი ჩემი ოცნება რაც არის, მე რა ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა იყოს კარგად. აი ისე ყურუმეთ მიხურავს. ისევ თქვენზე, გოგოებო, თქვენი დაკარგვა არ უნდა ამ ადამიანს. ყველაზე ძალიან ამისი ეშინია და ეხლა ისეთი ბრძოლა მიდის მაგასში, რომ აი რა გითხრათ რა. იმიტომ საერთოდ ყურუმი როცა გამოდის, ცოტა ისეთი ინფორმაცია არის დახურული, კაიგე და მაგის გახსნა არ არის ადვილია. ისედაც ბევრი რაღაცები გვაჩვენეს ჩვენ რა. მაგრამ ის რომ მაგას ეხლა ნახეთ, აქ შინაგანი თუ ფინანსური მდგომარეობა ამ ადამიანს არაა კარგი, ხო? ანუ ბრძოლობს ეგ, ანუ თითქოს არჩევანი არის, გაიგეთ? რა გავაკეთო? არც თქვენ ზიხართ მის გულში მთლიანად, ხო? იცის რომ თქვენს გიყვარს ეს ადამიანი. და მანძილი ხო თქვით ჩვენ მანძილი. აქ საზღვარგარეთ გივთქვით წასვლა, მაგრამ აქ დაბრუნებას კი ვერ მოიცადეთ. წასული თუ არის, აქ დაბრუნებას ფიქრობს გოგოებო, დაბრუნებას ფიქრობს. დაბრუნებას, მაგრამ ძალიან ისეთი, აი, კი, დაბრუნებას ფიქრობს, იმიტომ რომ როგორ არის, იცით, თქვენს გარეში, იქ სადაც არის, ძალიან ცუდად არის ეს ადამიანი, დამეჯერეთ. და ეშინია, აი თქვა, даже იმაზეც ფიქრობს, ხო, შინაგანად, ნახეთ, ახლა როგორ გული ანთია და არ დავკარგო საერთოდ. და აქ დაბრუნებას ფიქრობს ეს ადამიანი, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი განცდა არის, ნახეთ. ძალიან დიდი განცდა. კარგით, ნახოთ ახლა ჩვენ კიდე კითხვა გვაქვს, და ამას რა ვიღებ, რომ მე კიდე გამოვიყენოთ ჩვენ. ეს ორი კითხვა კი განვიხილეთ ჩვენ. ახლა კიდე შემდეგი კითხვა გვაქვს ჩვენ. ანუ ეს რა ქვია? შენ რა უნდა გაიგო ამ სიტუაციაში? მნიშვნელოვანი. ნუ აი ეს უნდა გაიგო შენ მნიშვნელოვანი, რომ შენ ხარ ძვირფასი ადამიანი, შენ მიდიხარ ისეთ ბედნიერების გზისკენ, რა, რომ შენ პრინციპში აი ამ სიტუაციაში შენ სწორედ იქცევი რა, გაჩვენებენ რა. კი ბატონო. ანუ შენ აერჩი ანუ შენ რა უნდა გაიგო, რაც არ უნდა ხდებოდეს. შენ გაქვს შენი გზა, ცხრიანია, მე ვარ. შენ გაქვს შენი გზა და შენ ამ გზაზე არ უნდა გაჩერდე, რაც არ უნდა ხდებოდეს. რაც არ უნდა ხდებოდეს, შენ უნდა იარო შენს გზაზე. კი ბატონო და მაღალი ძალები გეხმარებიან. ყველანაირად შენ უნდა იარო შენ არჩეულ გზაზე. რაც არ უნდა ხდებოდეს, იცოდეთ რა, იმიტომ რომ უკვე გვაჩვენეს ისედაც სულხუთიანებში, ისი მაგაში თავისი პროცესები არის, მაგრამ იმის გამო არ უნდა შენ მიეჯაჭო ამ სიტუაციას, არ უნდა, შენ უნდა იარო შენ გზაზე, გზა ხსნილი გაგიხსდეს გზა, წადი იარე შენი ბედნიერებისკენ, შენი სიუხვესკენ, ხო? შენი პირადი, შენი. ჩვენ არ ვიძახეთ თქვენი ბედნიერებიც, შენ უნდა იყო, ანუ ასეთ ენერგიებში, რომ მე ვარ ბედნიერი, მე ვარ ბედნიერი. მიხვდეთ? იმიტომ რომ მაღალი ძალები თქვენ უკვე აქ თქვენსკენ არიან რა. რა ენერგია თქვენ ახლა ამ ეტაპზე გაკავშირებთ, რა ენერგია? ნუ აი აქ ზუსტად ეს არჩევანის ენერგია. ნახეთ, პრინციპში აი აქ წიგნში აჩვენებენ, რომ ერთი გზა გაქვთ, ხო? ორივეზე, ერთი გზა ორივესთვის რა. მაგრამ აქ არის უკვე როგორი მომენტი არის, აი ეს ენერგია რაღაცა აი აირჩევთ თქვენ ამ გზას თუ არ აირჩევთ, ეგაც უკვე თქვენზე იქნება დამოკიდებული. აქ თითქოს როგორი ენერგია, იცით? აი მე ვეტყოდი, რომ აქ ბიჭი უყურებს გოგოს. აი შენ რას იზავ? ნახეთ, შენ რას იზავ? იმიტომ რომ შენ უფრო იცი კარგად. აქ ბედის წიგნში კი უწერიათ, რომ ერთად უნდა იარონ, მაგრამ ეს ბიჭი თქვენ გიყურებს რა, მაინც.
კი. ნუ აქ არის ახლა ენერგია, ის მანძილს ისევ გვაჩვენებენ, მაგრამ აქ როგორი მომენტი, აქ თქვენ იზიდავთ ამ ადამიანს რა, მაინც იზიდავთ თქვენ და ეს ენერგია ეგ არის რა, სიყვარულის ენერგია, გიყვართ ერთმანეთი რა. და ამის მთელი მაგის ენერგია თქვენსკენ არის მიმართული, სიყვარულისკენ. მაგრამ თქვენ გიყურებს ეს ძალიან აი იმიტომ რომ თქვენ ხართ ეთყობა ეს გოგოებო ეს ძალა რომელიც ამ სიყვარულს ასხივებს. რა შეიცვლება თქვენ შორის ახლა უახლოს მომავალში? რა შეიცვლება? აქ შეიძლება იყოს ფოტოშორის შეხვედრა. რომ აქ ერთად არიან. სამიანი ახლა გვერდხების ეს არის მომავალი, რაღაცა რა შეიცვლება თქვენს? რა შეიცვლება? ნუ პირველ რიგში ის რომ თუ დაუშვათ ადამიანი ახლა მანძილი ხო ვთქვით, ჩვენ თუ დაუშვათ ახლა არის ჩუმად, ეს აუცილებლად რაღაცას მოგწერ. აქ საუბარი მე მგონი უნდა იყოს რამე კიდე. რა შეიცვლება? იცით როგორი მომენტი არის? აქ გოგოებო თქვენ რაღაც არჩევანს აკეთებთ, იცით? აი აქ შეიძლება თქვენ რაღაცა საუბარი გექნებათ, სადაც თქვენ რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ. და როგორი მომენტი, იცით? აი თითქოს თუ ეს თქვენთვის არის როგორც თვირთი, შენ თითქოს აი შეცვლით მაგ დამოკიდებულებას, რაღაც არჩევანის წინ დადგებით რა. ან რაღაც ისე მოიქცევით, რომ რაღაცას ღეთყვით ამ ადამიანს, შეცვლით თქვენ. რა მოხდება? ახალი გზა, ახალს გაძლევენ თქვენ. აქ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი. ამ საუბრის შემდეგ არ იქნება ეს ადვილი საუბარი, შემიძლია გითხრათ, სადაც შეიძლება არჩევანზე, ან თქვენ დასვოთ მაგას არჩევანზე. ნუ იტყვით, რომ ანუ აირჩიე რა შვები შენ. და ეს ადამიანი ირჩევს აქ თქვენთან მოსვლას, კი? კი ბატონო. თქვენ ხართ მისის ყველაფერი, თქვენ. მისთვის საჩუქარი და ყველაფერი თქვენ ხართ, თქვენთან გზა მოდის ამისი. აქ შეხვედრა იქნება ყველა ვარიანტში, გაერთიანებით ჩვენ ჩამოვა ეს ადამიანი უახლოს მომავალში თქვენთან. კი ბატონო. так, ну, ნახოთ ახლა ჩვენ შედეგი, ხო? შედეგი დაიჭირეთ ორიანი თასების. აი, თქვენი შედეგი. კარგად იქნებით და ბედნიერად იქნებით. განახლებული, კი? კი, ძალიან მაგრად იქნებით. ანუ ეს დარდი, ნახეთ როგორი დარდი წავა. вообще რა, ძალიან აი ეს ნახეთ, აი დასრულდება, გამოდიხართ, გამარჯვებული, აი აქ თქვენ გაემარჯვეთ რაღაცას რა. იმიტომ რომ თქვენ აქ ისე მოიქცევით, ზიერი იმპერატრიცაც მაჩვენეს, ისე მოიქცევით თქვენ აი სათანადოდ ძალიან მაგრად რა. და ეს თქვენი მდგომარეობა, რომ მე ვარ ყველაფრის კარგი ზღირსი, ან ისე და ან არა. აი მე, აი ეს ყველა ვარიანტში კი იქნება ცოტა აქ ესე რა ქვია. ну, არასასიამოვნო სიტუაცია, ასე ვთქვათ, მაგრამ თქვენ აქ ემარჯვებთ. მაღალი ძალები ხო გითხარით, აი აქ თქვენსკენ არის ცხრიანში მიდიხარ, ხო, ფიქრობ შენზე. ცხრიანი იქნება. всё, აქ დავხურავ მე. განვლდება სიტუაცია, კი ბატონო, და ძალიან ჰარმონიაში შედიხართ. ჰარმონიაში 10-იანი არის აქ თასების. აი თქვენი ჰარმონია, აი თქვენი მოდის ეს თქვენი თასების მე ბიჭი მოსიხარულება.